მრავალშვილიანი დედობა არის დიდი სიძლიერე, ძალა ოჯახის. როცა დედა არის კარგ ხასიათზე, ყველანი მხიარულად შემომეხოვიან გარშემო. როცა მოვიწყენ, ვხედავ მათ თვალებშიც ისეთ სევდას. ამიტომ მე სხვა გზა არ მაქვს, სხვა უფლება არ მაქვს, უნდა ვიყო ძლიერი. მრავალშვილიანი დედობა ნიშნავს იყო დიდ სიყვარულში. ყოველი ახალი შვილის დაბადება ახალი სიყვარულს გჩუქნის. როგორ შეიძლება ამ დიდ სიყვარულზე ადამიანმა თქვას უარი? მე ვარ ნათია კორაშვილი, 37 წლის, ვცხოვრობ შაშიანში, მყავს 5 არაჩვეულებრივი შვილი, 4 გოგონა და 1 ბიჭი. მე ვარ ლიკა ჩეკურიშვილი, 19 წლის. მე ვარ ნინიკო ჩეკურიშვილი, 14 წლის. მე ვარ ნატალია 10 წლის. 7 წლის ვარ და გიორგი მქვია. და პატარა ანიტა 10 თვის. მე და დედა ერთად გავიზარდეთ და ხალხს ხშირად დები ვგონი ვარ. 17 წლის ასაკში გავხდი დედა და მეც დედობა ეს ხო არის სწავლება. მეც არ ვიცოდი ეს დედობა, ხო? მეც მასთან ერთად ვისწავლე. დედა ჩემი არის ნამდვილად მისაბაძი ადამიანი. არ ვიცი. ალბათ, როდესაც გავიზრდები, მინდა რომ მისნაირი გამოვიდე. ძლიერი ქალია. ხანდახან არის ხოლმე ისეთი დღეები, რომ გადაღლილი, თითქოს ფინჯანიც ვიყავით, დგავარ ხელში და თითქოს ძალა აღარ მაქვს, მაგრამ პატარა ფეხზე დამეკაუწება, ცისფერ თვალებს შემომანათებს, 4 თვილს გამომიჩენს და უკვე დამთავრდა. ყველანაირი დაღლა, ყველანაირი სირთულე მავიწყდება. ვიყვან ხელში და ვგრძნობ რამხელა ბედნიერება. საღამოს საათებშიც ზოგს რა პრობლემა, ზოგს რა მივედი, ყველასთან ჩამოუვარო, ვის რა აწუხებს, ვის რა მოუგვარო და დღის განმავლობაში ეს მე მავსებს, მაბედნიერებს. არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის უბრალოდ არ არსებობს. ძალიან კარგია, რომ ბევრი დედმამიშვილი გყავს. თითქოს შენი მეგობრები არიან ყველანი. სულ მე და გიორგი ერთად ვთამაშობთ ხოლმე. ნაძვის ხეთს ერთად მოვურთეთ, ნინიც იყო. და ანიტას რო ეძინა, დედაც გვეხმარებოდა. მიუხედავად ამდენი ბავშვისა, ახერხებს იმას, რომ მქონდეს საკუთარი საქმიანობა, საკუთარი შემოსავალი და ეს ჩემთვის დიდ რამეს წარმოადგენს. მე თვითონ კარგად ვსწავლობდი სკოლაში და ვერ მივიღე განათლება. შესაბამისად ეს იმდენად რთულად მახსოვს, რომ მინდოდა, რომ ჩემ შვილებს ეს არ გამოევლოთ. ამიტომ დავიწყე ფიქრი, მუდმივი ფიქრი. ბაღში მიმყავდა ვფიქრობდი, მოვდიოდი ვფიქრობდი, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ოჯახს ამოვეშველო და მართლა ვისწავლე. 10 თვის იყო მესამე შვილი, სახლში ბუნებრივი კვებით ვკებავდი და იქ მოდიოდა ის, რომ უკვე კვების დრო იყო და ეს ცრემლები მომდიოდა, მაგრამ უნდა მე მესწავლა, კარგად ვისწავლე მეფუტკრეობა, დავფინანსდი 7-ის კით და დღეს უკვე გავა 7ჯერ გავაშვიდმაგე და 60 კამდე მყავს. ან მithქვია რომ როგორ გავართმევ თავს ამ დადებითი ენერგიით, დადებითი ყველაფრით. ყველაფერი გამოდის. დედა ჩემი საუკეთესოა, იმიტომ რომ ამდენი ბავშვი ვართ და კიდევ ახერხებს სხვა საქმეების ძალიან კარგად მოგვარებას. წიწილები ყავს, ფუტკრები ყავს, ყველაფერს საუკეთესო დასწრებს, გვეთამაშება საღამოობით სხვადასხვა თამაშებს. მათ ვასწავლე, რომ პირველ რიგში ადამიანები იყვნენ, კარგი ადამიანები იყვნენ, კულტურულები, ზრდილობიანები. თუ არ იქნებიან კარგი ადამიანები, რა თქმა უნდა, განათლება პრიორიტეტი არა, უმაღლესიც, მაგრამ ჯერ უნდა იყვნენ კარგი ადამიანები. ერთმანეთის მხარში დგომას ვასწავლი, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში, რომ აუცილებლად გაერთიანდნენ დახმარება, ვისაც უნდა როგორც სახლში ერთს რო უჭირს და ყველა მასთან მივდივართ, ასე გააკეთონ საზოგადოებაში და აუცილებლად ეს გააკეთონ. ჩვენ ამ ფუტკრებისგანაც ვსწავლობთ, იმდენად მოწესრიგებული და თავიანთი წესები აქვთ, ერთსულოვნ, აი ახლა ხო ზამთარია და მათ სძინავთ, ისინი წრიულად მოძრაობენ, არ იძინებენ, წრიულად მოძრაობენ და ერთმანეთს ათბობენ. აი ეს უნდა ავიღოთ ჩვენ ყველა მაგალითად, რომ საერთო ჯაჭვი შევქმნათ მე შენ დაგეხმარები შენ სხვას და ასე ერთობლივად გამოვა ის შედეგი, როგორიც კარგი გამოსაფხულება. ჩვენთანაც ესე იქნება.